გაგინებული მოდიხარ მოგწონ საქაურობა. აბარა. ჩემი შეხვედრა. ამდენი ხნის მეგობრობის და უნახაობის მე. რა თქმა უნდა, ჩემო კახა, ძალიან დიდი მადლობა. ნახე როგორი მუსიკა დაემთხვა ვაჟა ასარაშვილით ულამაზესი. ტანგო. გამარჯობა. მართლა საოცარი გარემო. ტურისტები გიებენ, ნახე. აი ეს მადლობა დიდი. სიჩუმეში ვილაპარაკო ცოტა ხანი. მიხარია თინათ შენი ნახვა. სულ მიხარია, მაგრამ მიხარია რომ ესე გადაცემაში ვისაუბრებთ. შენზე. დიდი მადლობა კახა, ძალიან. ჩვენი ნაცნობობა, კოლეგობა, თუ კოლეგიალურობა ორივე. კი ბატონო. დიდი ხანი თეატრალურს უკავშირდება. თუმცა ისე რა, ჩემთვის მე რო კაგიცანი შენ და მაშინ თუ წავლობი და მეგობრობი და შემდეგ მაშინ კიდევ უფრო ახალი თემა იყო ეს ცხინვალი ოკუპირებული ტერიტორია, ხო? და აი ისეთი იყო რა სულ მახსოვდა შენ შემთხვევაში რომ შენ უკავშირდებები ამ ჩვენთვის ძვირფას მხარეს და ეს მხარე ჩემთვის იყო ბავშვობაში რაჭაში რომ მივდიოდი ბუნდოვნად მახსოვს მაგრამ გადავიდა ხოლმე თამარა შენი და ცხინვალი და ასე შემდეგ და თან მერე უკვე პროფესიულად დაუკავშირდი მადლობა დიდი ჩაი გიყვარს თინათი ძალიან მიყვარს ჩაი ყავაზე მეტად მეც შაქრით უშაქროთ უშაქროთ კი ბატონო ვემთხვევით ხო და მერე თან უკვე პროფესიულადაც დაუკავშირდი შენ შობლიურ თეატრს მოდი ასე ვთქვა. სანამ შენ აქ დაიწყებდი ცხინვალის თეატრში მუშაობა, ბავშვობაში სანამ ის მოხდებოდა, რაც მოხდა და წაგვართმევდნენ იმედი მაქვს დროებით და იმედია დაუბრუნდებით. იმ ცხინვალში არსებული თეატრი გახსოვს? სხვათა შორის ძალიან კარგად მახსოვს. მართლა? დადიოდი ძალიან კარგად მახსოვს, კი, იმიტომ რომ მე გავიზარდე ძალიან თეატრალურ ოჯახში. ხო? იმიტომ რომ კონკრეტულად იმ თეატრს იყო ჩემი ოჯახი დაკავშირებული. აი ცხინვალში არსებული. ხო, ეგ ისტორია არ ვიცი, შეგიძლია მომიყვე. კი, მამა მუშაობდა, თეატრის ადმინისტრატორი იყო. ცხინვალის თეატრის უშუალოდ. იქ იყო ორი დასი, ქართული, ერთ შენობაში ქართული დასი და ოსური დასი. სხვათა შორის ერთმანეთში კოლაბორაციაც ჰქონდათ ხოლმე და რაღაცა საერთო სპექტაკლებსაც დგამდნენ. ანუ ქართველი მსახიობები და ოსი მსახიობები ერთად თამაშობდნენ ხოლმე რა. რაც აი ჩემი ბავშვობის მეხსიერებაში როგორ არის, იცი? აი როგორც რუსთაველის თეატრი, აი ესეთი გრანდიოზული მეგონა მაშინ რო იყო და ეხლა აღარ ვიცი რო ჩავიდე და ვნახო ნუ თუ ისეთი გრანდიოზული მეგონება ის შენობა იმიტომ რომ აი რაღაც ულამაზესი ჩუქურთმებით და რაღაცა ვინტაჟური შენობა იყო ძალიან რა შენი პროფესიის არჩევა განაპირობა იმან რომ შენ დიდ დროს ატარებდი თეატრში ან მაშინ უკვე ფიქრობდი შენ რომ თეატრალურში ჩაგებარებინა ალბათ განაპირობა იმიტომ რომ პატარა რომ ვიყავი და დავყავდი ხოლმე განსაკუთრებით ზღაპრებზე რა და კონკიას აი ისე კარგად მახსოვს ვუყურებდი კონკიას და მე კულისებში რომ ამიყვანეს საგრიმიორში უფრო სწორად და ვნახე კონკიას როლის შემსრულებელი კინაღამ გავგიჟდი მხელა ემოცია იყო ეს ყველაფერი ჩემთვის რა ცოცხლად რომ ვნახე მსახიობი კი მე თბილისში რომ წამოვედით რატომღაც ჩავაბარე სამედიცინო სასწავლებელში კი სტომატოლოგია შენზე მე არ ვიცი რომ შენი პირველი პროფესია სტომატოლოგია იყო მე მგონია რომ ჩვენ თეატრალურში რომ გავიწაინეთ ერთმანეთი ერთი თაობის ვართ მეგონა რომ შენ პირდაპირ სახიობა ირჩია აბა მე ფიასკო რატო განიცადა რატომ განიცადა და გეტყვი გინდა გაინტერესებს როგორ მოვხდი თეატრალურ უნივერსიტეტში საერთოდ რამ განაპირობა გარდა იმისა რომ ეხა თეატრთან იყო ჩემი ოჯახი დაკავშირებული ძალიან დიდი დოზით და მე დავდიოდი და ბევრი ინფორმაცია ილექებოდა ჩემს გონებაში ამ ხელოვნების მიმართულებით მე-9 კლასიდან მაშინ ესე იყო უკვე ლტოლვილები ვიყავით აქ ცხოვრობდით დევნილები ეს სიტყვა უფრო სწორია მართალი ხარ დევნილები იძულებით გადაადგილებული კი და მე-9 კლასიდან გამომიყვანეს და შემიყვანეს სამედიცინო კოლეჯში რომ 3 წელიწადი უნდა მესწავლა და მე გამეგრძელებინა უნივერსიტეტში და აი ბოლო წელი იყო უკვე კოლეჯის რომ ამთავრებდი
და ტროლეიბუსი, მაშინ ტროლეიბუსები იყო ხოლმე გახსოვს? ხო, და ცხოვრობდით ვაკეში. და ზემოთ ბაგებთან რო ჩავჭექი ტროლეიბუსში, იქ ამოვიდა გემახსოვრება ძალიან კარგად რეჟისორი ბატონი ანზორ გუთათელაძე. არაჩვეულებრივი საყვარლესი. არაჩვეულებრივი და მე მახლდა უпростоრად მე ვახლდი ყველაზე სწორი მიმართულება ეგ იქნება. დეიდა მყავს თამარ ხიზანიშვილი რეჟისორია რა. მას და ერთად გზარავდა ამოვიდა და გაესაუბნენ ახლა ერთმანეთს იცნობდნენ და ამასობაში უკვე უახლოვდებით თეატრალურ უნივერსიტეტს და მაშინ რატოღაც ფიზიკურად ალბათ ძალიან მოვეწონე რა ბატონ ანზორს რა იმიტომ რომ გემახსოვრება როგორი გარეგნობა მქონდა მქონდა რა აღარ გაქვს ახლა ახლა ასაკი ხო იცი მაინც თავისას შვება და ერთიც ეუბნება ესეთ რა ნუ გააცნო ჩემი თავი რა და ვინ არის ნუ ჩემი დიშვილია რა ვაიმე როგორია ლამაზიაო და არ უფიქრიაო ნახე ჩვენთან თეატრალურში ვეძებთ ესეთ ლამაზ მსახიობებს ბატონ ანზორი პატარა ჭას გავაკეთებ ქონდა ეს აი მე რო ვაპარებდი ბატონ ანზორი იყო კომისიაში მიმღები და სულ აი წარმოსადეგს ეუბნებოდა რომ შენაერებს ვეძებთ აი ზუსტად ეგ სიტყვა წარმოსადეგ ბიჭი გოგოებს ხა სწორიც არის ახლა სამსახიობოზე კარგია თუ კაი გარეგნობის არის და ამიტომ ეძებდა ესეთ ლამაზ ხალხს კი თან ეგ იყო პერიოდი როდესაც მე ვიყავი მოდელი სამოდელო სააგენტოში ვმუშაობდი და მე პოდიუმზე წარმოვადგენდი ასე ვთქვათ სხვა დიზაინერების ნამუშევრებს და ნუ მოკლედ მოვეწონი და აი არ ვიცი აი ამ სიტყვებად ჩემს გონებაში რაღაცა გადაატრია და ხანდახან ერთ სიტყვას რამდენი შეუძლია ძალიან დიდი ნიშნა მაგ წელს იყო მიღება და ჩუმად შევაგროვე საფუთები ისე რომ ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ. არა და ისინი ფიქრობენ რომ შენ უკვე სტომატოლოგიაში. მე უკვე კი, კაცო, იმიტომ რომ გამოცდის გარშე მიმდინარე გამოცდით შემეძლო რომ პირველ კურსზე გამეგრძელებინა სწავლა. და ჩუმად ხო და ესე გავიგე რა თქმა უნდა ხა დაახლოებული პირი ვიყავი ცხინვალის თეატრთან და გავიგე რა ბარდებოდა როგორ ბარდებოდა უცბად ვისწავლე დედაჩემის ალალი ბიძაშვილია ეგეთი მწერალი გულო კობიაშვილი. და მას ჰქონდა ესეთი მოთხრობა ცხენი და ცხენები მიყვარს ძალიან. ხო და ცხენზე ვისწავლე ეს. პროზა. ბატონი აზური ესწრებოდა? ესწრებოდა. მაშინ ფაქტობრივად გარანტირებული ქონდა ჩავდა. გემახსოვრება დავით კობახიძის ჯგუფი მაგ დამთავრებული და ნუ დავითი რატომღაც აღფრთოვანდა და ყველა ტურზე ვოცნებობდი რომ ჩავჭრილიყავი. რატო? იმიტომ რომ სახლში არ იცოდნენ რომ ესეთი გაბედული ნაბიჯი გადავდგე. და ცოტა გეშინოდა მათი რეაქცია. მეშინოდა მათი რეაქცია. და თან გინდოდა რომ გეცადა ბედი. რა თქმა უნდა და აი გადახევ რომ გამოიძახებდნენ ჩემს გვარს რომ გადასული ხარ ტურში. მე რატო ვარ გადასული? აუ სახლში რა უნდა თქვა და ნუ ბოლოს ჩავაბარე. სხვათა შორის უმაღლესი ქულით ჩავაბარე. მართლა? კი. ძალიან. ხო და ნუ მე რომ ვთქვი რაღაც იზავდნენ ახლა უყვარდათ თეატრი ჩემი ოჯახის წევრებსაც რა და მას შემდეგ დავუკავშირე ჩემი ცხოვრება უკვე ამ პროფესიას. და თან მე ვთქვი რომ არა მსუ დავუკავშირე რაღაც აი ძალიან ისეთია ჩემთვის დასაფასებელი რომ შენი პროფესიითაც არ მოწყდი შენს ხარეს და არსებობს სამწუხარო დემილებელში ყოფილი ცხინვალის თეატრი როგორც სოხუმის თეატრი მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ ცხინვალის თეატრზე იმიტომ რომ შენ ცხინვალიდან ხარ და ამ თეატრში ხარ დღესდღეობით კოჩა კაპანაძე ხელმძღვანელობს ამ თეატრს ჩვენ ესე გაგვიმართლა რომ ერთად გასტროლობდაც ვიყავით აქტიურად არის პროცესები ბევრი ახალგაზრდა მსახიობია ესეც მიხარია რომ არიან ცხადია ის ხალხი ვინც ამ თეატრით მოდიან და მოყვებიან ცხინვალიდან და ბევრი ახალგაზრდა არის და მაშინ მე ფიქრობდი შენ როცა სწავლობდი თეატრალურში და ამ პროფესიას სწავლებდი ფიქრობდი რომ შენ ეროვნულ შენ მშობლიურ თეატრში ყოფილიყავი? კი. ზუსტად ვიცოდი რომ მას დავუკავშირებდი ჩემს ცხოვრებას. ჯერ ერთი ბევრი ახლობელი მუშაობდა შიგნით და გარდა ამისა, აი არ ვიცი რატომ მქონდა ეს, რომ აი ზუსტად ვიცოდი რომ ცხინვალის თეატრში უნდა მიმუშავა და მეორე კურსზე როდესაც ვიყავ, მეორე კურსს ვასრულებდი და გოგი გაბილაია ეს რეჟისორი. მას ჰქონდა დადგმული სისხლიანი ქორწილი. და მთავარი როლის შემსრულებელი იყო ორსულად და დეკრეტში გავიდა და მთხოვა რომ მეთამაშა ეს სარძლოს როლი რა და აი მეორე კურსიდან წამიყვანა. და ფეხი აღარ ჩამოგიწევს ასენი და ჩემი თეატრიდან არასოდეს არ მიღალატია და სხვაგან არსად არ წავსულვარ. არც გიფიქრია? არც მიფიქრია, არასოდეს. ეს ერთგვარად არის, არ ვიცი, გააზრებულად თუ ქვეცნობიერად თუ რაღაც ემოციური კავშირით, აი ეს რო თქვი რომ თავიდან მინდოდა და არც მიფიქრია წასვლა. თითქოს კავშირი ცხინვალთან და კავშირი შენს ბავშვობასთან და იმ ყოფასთან რაც შეთქვი რომ მაშინ გრანდიოზული თეატრი მეგონა და აი იმ ნოსტალგიასთან და თითქოს ამით რაღაცით აბალანსებ
კი, ცხადია არის, ნამდვილად არის, კი. არის სულიერი კავშირი მართლა არის რამ ყველაფერთან, არის მამაჩემთან კავშირი, რომელიც ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა თბილისში. არის ჩემს ბავშვობასთან, ჩემს სიზმრებთან, ყველაფერთან კავშირია რა მოკლედ. კი, ცხინვალი მესიზმრება, კი. აი, მოდი გაიხსენე ის ცხინვალი, როგორი ჩვენ გახსოვს და აი, ყველაზე შეიძლება რა გახსენება ან რა გენატრება ან რაზე გეფიქრება? აი, რა არის ის, რაც აი სულ გაქვს ხოლმე, რომ აი ნეტა ესე იყოს, ნეტა ახლა ეგ ნეტა ახლა ეს დამანახა, რა არის ეს? შენი საკუთარი სახლი ქონდა უდიდესი საკუთარი სახლი, ასე ვთქვათ რა, ეზოიანი დიდი და რაღაცა საოცარი თოვლი იცოდა ცხინვალში. კრაჭუნა თეთრი და იყო ძალიან ბევრი ნაძვი და ეს დათოვლილი, დახუნძლული ბევრი ნაძვი და სახლში ჩვენ სამი დედის ერთა ვარა და მე მამა და დედა და გარეთ რომ თოს და სახლში რომ რაღაც იმის კაცუნის ხმა ისმის ბუხრის, აი ეს შეგრძნებები ძალიან ხომ არ ყოფილა შანსი რომ იმის მერე რაც იძულებით წამოხოდით შენ ხوار შეძელი ყოფილიყავი ცხინვალში თუ არ ყოფილა? არასოდეს არ მქონია მსგავსი შემთხვევა. არც გიფიქრია და არც გიცდია და აღარ გინანახო ის მდგომარეობაშია თუ? შანსი მქონია არც მიფიქრია კი არა, იმიტომ რომ მე შინოდა. არსებობს თქვენი სახლი რა ინფორმაცია გაქვს ახლავსვები ცხოვრობენ თუ შეიძლება მომის დროს განადგურებთ თუ არც მოგეკითხავს? შეიძლება განადგურებული. ნათესავები გყავთ იქ დარჩენილი თუ არა? არ ვიცი, არავის არ ვიცნობ. არ ვიცი. იცი? დედა იყო თბილისელი. ამიტომ მაინც კავშირი ქონდა თბილისში. მაინც კავშირი, მე ძალიან დიდი კავშირი მქონდა თბილისში. შენი გვარი არ არის ოსური, შენ წარმომავლობით ოსი არ ხარ? არა, ქართველი. როგორ მოხდით ცხინვალში? შენ მამა შენი ხო, მამა იქ ცხოვრობდა ცხინვალში. სხვათა შორის მამა იყო 5 წლის, როდესაც 27 წლის დედა გარდაეცვალა. წარმოიდგინე, თინათინი ერქვა მას რა. ბებიის სახელი. ბებიის სახელი მქვია კი. ხო და გაზარდა ბებიამ, მისმა ბებიამ გაზარდა, მამამ მიატოვა. ის არც ვიცი ვინ არის მამამისი. ანუ ჩემი პაპა, ასე ვთქვათ, არც ვიცი ვინ არის, კი. დარჩა მარტო კი და ნუ გაიზარდა ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო, დაამთავრა ცხინვალის. ცხინვალში დაიბადა? კი, იქ დაიბადა და ინსტიტუტი დაამთავრა ცხინვალის, ის და დედა ჩემს ნათესავი დედის მხარე იყო დაკავშირებული ცხინვალთან და ჩადიოდა ხოლმე და ესე გაიცნეს ერთმანეთი, შეუყვარდა და მოკლედ 9 წელი ძალიან დიდი ესეთი რომანტიკული სიყვარული აკავშირებდათ მათ. მამა როგორ დაგეცვალა რამხელა იყავში? მე ვიყავი ბოლო 2000 წელს გარდაიცვალა მამა უნივერსიტეტს ვამთავრებდი. უკვე გიცნობ, უკვე ჩვენ ერთმანეთს ვიცნობთ. ახალგაზრდას გარდაიცვალა შენ. კი, 47 წლის იყო მამა, რა უცებ აი ესე გულით. ტიკო, ესე იგი მე როგორც გითხარი, ფაქტობრივად ერთსაც დავიწყე ჩვენ პროფესიის დაუფლება ერთ პერიოდში ჩვენ საყვარელ თეატრალურში რაღაცა მაშინ თან უფრო პატარა იყო და ყველა მეგობრები ვიყავით და არ იყო განსხვავება ვინ ვინ ჯგუფშია და ვინ რომელ კურსზე რაღაცა ერთ ოჯახად ვიყავით და ეს კავშირები გრძელდება. ასე მე ვიცი რომ შენ ჯგუფელებთან დღემდე გაქვს ურთიერთობა. მე უკვე მერე მრავალი წელია, მაგრამ მერე აღმოვაჩინე და გავარკვიე რომ შენ ასევე ძალიან ახლოს ხარ რელიგიასთან, სარწმუნოებასთან. ეკლესიასთან და ამაზეც გვისაუბრე ამ კუთხით. შეგიძლია გითხრა, როდის მოხდა შენი დაკავშირება ღმერთთან? ეს ვისგან მოხდა, რაღაცა ოჯახიდან იყო, შენგან იყო, აი ბავშვობაშიც თუ იყო ამაზე იგივე ცხინვალში, თუ აი როგორ დაუკავშირდი და შენი ეს მხარეც რო გაკოცნე? სხვათა შორის კი, აი წეღან როდესაც ვახსენე მამას 27 წლის დედა გარდაეცვალა, თქო, მამასთან სახლში ეკიდა ამ დედის სურათი რა. გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგონასთან. ეს სურათი სულ მიყურებდა. მე რომ ვიყავი პატარა, სადაც გავივლიდი მიყურებდა. დიდი თინათინი, პატარა თინათინი? აი არ ქონია ეგრე სურათი ნავი, ხო? და მეშინოდა არანორმალურად. არ უსწორებდი თვალს? ძალიან მეშინოდა ამ სურათს და 5 წლის ვარ კახა, აი დედას პიცა ვარ, როგორ მახსოვს ცი ეგ სიზმარი? და ჩემს სახლში ესე კიბეებზე რომ ჩადიოდი, 2 იასამანი იდგა კიბეებთან და აი ერთ-ერთი იასამი სიზმარში ნახულო. მიყუდებული აი ასე, ეს ლამაზი ქალი, ვისი სახელი ნახულობ ამ სიზმარს? 5 წლისა ვარ და ვნახულობ და მეკითხება. შენ ჩემი რატომ გეშინია? მე ხო შენ ძალიან მიყვარხარ. ვაიმე, აი ეხლაც მაჟრიალებს და აი მანდედან აი ესეთი პატარა ასაკიდან მე და ჩემი რაღაცა ცნობიერი, ქვეცნობიერი არ ვიცი, მაგრამ მე მივხვდი რომ სადღაც ერთი არსებობდა, კი. და მის სურათთან გვეკიდა წმინდა პანტელეიმონის ძველი ხატი. და როდესაც ლტოლვილები გავხდით, დევნილები, ასე ვთქვათ, საკუთარ ქვეყანაში ლტოლვილი ვერ იქნება.
და წამოვით იქიდან ჩემებმა წამოიღეს ეს ხატი რა და არ ვიყავით ეკლესიასთან ასე ძალიან დაახლოებული და რატომ გადავწყვიტეთ მე და დედამ აი საკმაოდ ჩამოყალიბებული ვიყავი საკმაოდ დიდი ვიყავი მაშინ რომ ეს ხატი შეგვეწირა ტაძრისთვის და ნახალოკაში გადასასვლელ ხიდან ეს ზემოთ რო ადიხარ და ტაძარია არის ღვთისმშობლის სახელობის ღვთისმშობლის სახელობის არის მას შევწირეთ ეს ძველი ხატი ვაჰ, მე ხშირად მიწევს ხოლმე მაგ ტაძარში. ხო და აი არ ვიცი მაგ ხატის შემდეგ უკვე სხვანაირად აი მაგ ხატის შეწირვის შემდეგ სხვანაირი სითბო კიდე ჩაიყვარა გულში. როდის დაუკავშირდი შენ თვითონ მაგრამ უშუალოდ დაუკავშირდი როდის იცი, როდის გავხდი მაზიარებელი. მამა ჩემი როდესაც გარდაიცვალა, დეიდა ჩემი იყო აღმსარებელი მაზიარებელი, მამა სიმონთან ნაძალ. მაშინ ფერისცვალების ტაძრის ის იყო მამაო, წინამძღვარი. დარეჯანის სასახლეში ფერისცვალების ტაძრში და იქ წაგვიყვანა, იმიტომ რომ მოვიდა წესი აუგო და იქ ადაგა და მას შემდეგ, აი იმ დღის შემდეგ, როდესაც მამა გარდაიცვალა, გავხდით მთელი ოჯახი ეკლესიურები და იმას შემდეგ ალბათ წირვალოცვა არასოდეს არ ჩაგვიგდია და აქვე მინდა ვაღიარო ის დიდი სიამაყით რომ ჩემი გოგონა მგალობელია შენი გოგონა არაჩვეულებრივი გოგო რომელიც ახლა გერმანიაშია და რაღაც ისეთი პროფესია აირჩია ხო აი ეს საინტერესო ინჟინერიაზე სწავლობს და ხო ეს შენი გოგონას გალობლობა შეიძლება ისიც იყო რომ როცა ხედავდა რომ დედა სუდადიოდა ეკლესიაში მანაც გადაწყვიტა თუ თავის დამოუკიდებელი სურვილი იყო სხვათა შორის არ იყო დამოუკიდებელი სურვილი დადიოდა ანუ ხო ვაზიარებდი ხშირად ვიყავით სულ ეკლესიაში ვიყავით ძალიან ხშირად და როდესაც აღმოაჩინე რომ ამ პორს აქვს არაჩვეულებრივი სმენა და ხმა მე მამაოს ვუთხარი ხო და თვითონაც ბავშვს მანაც იმას ქნა ანუ დამთანხმდა ასე ვთქვათ რა და მართლაც კარგი მგალობელი ჩამოყარა. შენ ხო არ ვიცი მგალობელი? არა, მე არ მოსმენა სხვათა შორის. თორე უარს არ იტყოდი. ხო, მამაო მითხრა რომ მოდი შენს დადექი და არა, მესმენა არ მაქვს და ვერ. იგო, ეხლა რასაც კითხავ, არ მინდა გამოვიდეს ისე რომ რაღაცა ანგარებითი დამოკიდებულება გაქვს უმერთან, ვიცი რომ ასე არ არის და სწორი დამოკიდებულება გაქვს. თუმცა აი შენ არ გაქვს ეს ადვილი ცხოვრება, იმიტომ რომ საკუთარი სახლიდან, საკუთარი ქალაქიდან მოგიწია დევნილობაში ცხოვრება, ახალგაზრდად გარდაგეცვალა მამა, ის ყველაფერი რაღაც სხვა ფიქრები, სხვა ტკივილია. ღმერთთან ურთიერთობამ აი ამ ეკლესიასთან კავშირმა და შენ თქვი რომ არ გამიცდენია მას მე როცა კი საშუალება გაცხადია თუ რაღაც განსაკუთრებული ხდება. რაში დაგეხმარა, რა შეცვალა შენ ცხოვრებაში? ანუ იყო ისე რომ დაუშვე შენ საერთოდ სხვანაირი ფიქრები ქონდა, სხვანაირი ცხოვრება და შეცვალა და აი რა გაგიხსნა და რა დამოკიდებულებები ჩამოყალიბა შენში. იმიტომ რომ სულ საინტერესოა ყოველთვის რაღაცები არსებობს პირადი რომელიც მარტო შენ და ღმერთმა იციან, რაღაცები არა შეიძლება ვერ გადმოსცემ. იმიტომ რომ ღმერთი ჩვენ ვერ ახსნით. ღმერთი არ იხსნება. ამიტომ წმენა ეს არის ხო რაღაც უხილავი ჯერა რაღაცა შეგრძნებითია რაღაცას ვერ გადმოსცემ მე რა მსახიობები ვართ მაინც მოკლედ შენში რა გარდატეხა მოახდინა და რა ხდება დღესაც ჩემმა სულიერმა სამყარომ დიდი პერიპეტიები განიცადა როდესაც იყო ძალიან ბევრი იყო იმიტომ რომ ხო თავიდან მამა ჩემი როდესაც გარდაიცვალა დამეწყო შიში სიკვდილის მეშინოდა არ ვიცოდი რა იყო სიკვდილი და ძალიან მეშინოდა მეგონა რომ მეც მოკვდავდი კინოკადრივით ხედავდი მის გარდაცვალებას იმიტომ რომ შემსწრე გავხდი რა და ძალიან მიშველა ეკლესიამ ამ მიმართულებით იმიტომ რომ დამანახა ამ ყველაფერმა რწმენამ დამანახა რომ სიკვდილი არ არსებობს ანუ სიკვდილის საშიში კი არ არის არამედ გარდაცვალება ხდება ანუ გარდავიცვლებით უბრალოდ სხვაგან სხვა სამყაროში და უბრალოდ ხო რა თქმა უნდა და მაგის გარდა ყველაზე ჭეშმარიტი და ყველაზე მთავარი რაც მასწავლა ეს არის სიყვარული კახა ადამიანების სიყვარული მე დღეს ვარ ადამიანი რომელსაც არ მძულს არავინ ისწავლება სიყვარული შენი აზრით ალბათ ისწავლება სადღაც რაღაცა ისწავლება კი ალბათ ისწავლება კი იმიტომ რომ მტერი თუ არ გძულს ეგ ხო ისწავლება კი ხო და აი მე მაგ ჭრილში მაგ სიყვარულს გულისხმობ რა იმიტომ რომ შვილი რომ მიყვარს და ვიღაც შეყვარებული მიყვარს ეგ ხო ბუნებრივი ანუ კანონზომიერია ძალიან მაგრამ შენი მტერი რომელიც შენი არაკეთილმოსურნე არის და ის რომ გიყვარს ადამიანური თვალსაზრისით და რომ გინდა რომ ის ცუდად არ იყოს ხო იმის არ გეხაროდეს აი ეს ვისწავლე ანუ ამაზე შენ იმუშავე
პატიებაზე, დათმობაზე. დათმობაზე კი, დათმენაზე. დათმენა ძალიან მნიშვნელოვანია. აი დათმენა ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცაა და ბევრი ვერ ვიკეკლუცებ ახლა იმით რომ მე ბევრი რაღაცა შემიძლია დავითმინო, მაგრამ რაღაცები არსებობს, რაც მოსულა ჩემში რა დავითმინო. და ამ ყველაფერს დაგეხმარ ეკლესია უბრძოლება. რა თქმა უნდა, ცხადია. მხოლოდ და მხოლოდ რელიგია და ღმერთის სიყვარული. კაი, ისე დავუბრუნდით ცხინვალისტიაც ძალიან დიდ პატივისცემას და მოწიწებას იწვევს ჩემთვის. თავისთავად მისი არსებობა, ნუ რთულია, ხო? დევნილობაში ცხოვრება რთულია, დევნილობაში ყოფი თეატრის ცხოვრება რთულია, რუსთაველისტიაც ავხარ შეფარებული ვიცი. რა პროცესებია ახლა? ცოტა ხნის წინაც ქონა სპექტაკლი. ვიცი და რა პროცესებია, როგორ მიმდინარეობს, თუ გაქვს სიახლეები, მითხა ბატონი გოჩა თქვენი ხენძონელი, ხან იტალიაში დგამს და ხან სადღა ხან ჩინეთში და ხო და ჩვენ ძალიან გვიამაყება რომ გოჩა ესეთ. ეს წარმატებული ხელმძღვანელი ხო? მართლა, იმიტომ რომ რას ვიტყოდი, იცი, ჩემს მე როდესაც უკვე გავიზარდე ამ თეატრში და ჩემი დიდური ცნობიერება ჩამოყალიბდა, ესეთ იარლიყს მივაკრავ, მოდი რომ ცხინვალის თეატრის ოქროს ხანა დაუდგა, როდესაც გოჩა კაპანაძემ აიღო მმართველობა ამ თეატრისა. იმიტომ რომ რუსთაველის თეატრში მხოლოდ რომ შევდიოდი, რომ სპექტაკლი მენახა და სტუდენტი ვიყავი, რომ ბილეთსაც ვერ ვყიდულობდი, ვიპარებოდი და კიბეზე ვისხედით, რომ რაღაცა დამენახა, ერთი წუთზე გაიხსნა კარი და აღმოჩნდა, რომ თავად მე შემიძლია იმ სცენაზე დავდგე, სადაც აი ხო, აი ისინი ისხდნენ რა, გენიოსები იდგნენ და თამაშობდნენ სპექტაკლებს რა. ხო და სპექტაკლები თვითონ რეპერტუარიც ფანტასტიკური გვაქვს, არ ვიცი. მე ყოველ შემთხვევაში შეიძლება სუბიექტური ვარ. მსახიობებიც დასიც არაჩვეულებრივი ყავთ. იცი რა, უშუალოდ ახლა დრო რომ გავიდა, უშუალოდ ცხინვალიდან წამოსული, ცხინვალელი მსახიობები უკვე მოხუცდნენ, ზოგი ბევრი გარდაგვეცვალა და მათ ზოგს უკვე აღარ აბა რა თქმა უნდა. და შეუძლებლად თბილისელი მსახიობები გვყავს ძალიან ბევრი, რომლებიც დიდი გულშემატკივრები არიან. ცხინვალის თეატრის და რომ მოხდეს და მადლობა ღმერთის წყალობით იქნება ეგ რომ ოდესღაც დავბრუნდებით, ისინი აუცილებლად ჩვენთან ერთად გაიკვლევენ გზას ცხინვალის ქუჩებში. მოდი მაშინ აი ამ იმედით დავასრულოთ ჩვენი საუბარი, რომ მალე ღმერთმა ქნას რომ მე დამერეკო შენთვის და თიკო მოდი ცხინვალს ჩავწეროთ გადაცემა და ჩამოვიდეთ ჩვენთან პრემიერებზე ცხინვალში. წარმატებას გესურვებ. მე მჯერა რომ ალბათ შენი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნატრა სურვილი თხოვნა არის რომ შენს მშობლიურ სახლს, შენ მშობლიურ ქუჩას, შენ ეზოს დაუბრუნდეთ და ცხადია იქაც იმ ძირძველ მშობლიურ თეატრში განაგრძოთ სახელი. ამე ღმერთმა ქნას. წარმატებას გესურვებ, ძალიან დიდი მადლობა თიკოს საუბრისთვის. მადლობა მუზას. მადლობა მუზას. ეს ჩვენია, ეს ჩვენი ბუნებრივი ხასიათია და აი ამის დაკარგვა არასოდეს არ მომწონდა.